მე ვარ ლიზა დოლიძე 13 წლის. სწავლობ მახინჯაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ფრენბურთი და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. ბაღში უფრო ვაფერადები და სახლში უფრო ვხატავდი. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანის სახეებს. ხატვაში ყველაზე რთულია იდეების მოფიქრება. ყველაზე ადვილია ჩრდილების გაკეთება. რამდენიმე თვეა რაც ვსწავლობ ხატვის სკოლაში. იმიტომ შევედი, მაქვს ნიჭი, მომწონს ხატვა და მინდა რომ გავმივთარდე. სამხატვრო სკოლაში გვასწავლის რამდენიმე მასწავლებელი, ყველაზე მეტად მიყვარს დიანა მასწავლებელი. იმიტომ რომ გრძნობ განსაკუთრებულად უყურარ და გამოხატავ სითბოს. ბავშვობაში სახლში სურაცხყოფდი ჩემი ნახატების გამოფენას. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მინდა მქონდეს ბულვარში. ბევრჯერ გამიყიდია ჩემი ნახატები. ბავშვობაში ჩემი მეგობრებთან ერთად ჩამოვიდით და ვყიდით. თვითონ ნახატი ღირდა 2 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ტვიქსი. საყვარელი საჭმელია შაურმა. სხვათა შორის მე ვამზადებ გემრიელ საჭმელებს. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 10 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის საჭარული ხაჭაპურის გაკეთება. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელია დედაჩემი. ამიტომაც ყველაზე ხშირად მას ჩუქნი ნახატებს. ჩემი ოცნების საჩუქარი iPhone 15. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ მყავს გულთბილი მასწავლებლები და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სალომე თურმანიძე. ყველაზე ჭკვიანია ნინო ცეცხლაძე. ყველაზე მშვიდია ანანო შარაშიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამ შანიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე რუსული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ლუარა ხალვაში. იმიტომ რომ თბილია, მხიარულია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა რომ ვიყო 16 წლის, იმიტომ რომ მგონია ეს არის საუკეთესო ასაკი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 3 და ბაბუა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, ლამაზი, ზრუნველი და საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბები არის ლამაზი, ყურადღებიანი და ახალგაზრდა. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ლობიანი და დედიკოს გაკეთებული ცეზარი. ჩვენ ვარ ძალიან ლამაზი და კარგი ოჯახი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ერთ პატარა ძმას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბარსელონაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ლიზა დამარქვა მამიდამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზა რომ არ მერქვას, მერქმეოდა მარი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიკას და ბარბარეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვა, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ფრენბურთი. ისე ძალიან მომწონს ეს თამაში, შეიძლება შევიდე ფრენბურთის წრეზე. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გართობა და კარგი ოჯახის ყოლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.